სიგნიფიკაცია, ვისი იქნება გაშლა. აქ ამოიცნობთ თქვენ თავს, ვისიც უნდა იყოს გაშლა. ტყუილად რომ არ დაკარგოთ, უსმინეთ სიგნიფიკაციას და თუ თქვენია სიტუაცია, დარჩით გაშლაზე. მომავალი ერთი კვირის წამყვანი ენერგიები თქვენში რა იქნება, რა ენერგიებში იქნებით მომავალი ერთი კვირის მანძილზე. ვიდე და რაღაცა ჩქარობს აქ. სამყაროსგან მოვლენა მომავალი ერთი კვირის მანძილზე, რომელიც იქნება თქვენთვის მოულოდნელი, რა მოვლენა იქნება სამყაროსგან ეს და რომელ სფეროში. საბუთებთან დაკავშირებული საკითხები, ვისაც აინტერესებს. ეხლა რა ხდება თქვენ საბუთობრივ საკითხებში? და რას გიმზადებთ სამყარო დოკუმენტებთან, საბუთებთან დაკავშირებით? აი, თქვენი პრობლემა საბუთებთან მიმართებაში, მოლოდინი თუ ასე შემდეგ, როგორ გადაწყდება მომავალი ერთი კვირის მანძილზე, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება მაგ საკითხთან მიმართებაში? სამსახურში როგორ გექნებათ საქმე მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? სამსახურში როგორ გექნებათ საქმე? ფულადი შემოსავალი როგორი იქნება მომავალი ერთი კვირის მანძილზე? პირად სასიყვარულო ურთიერთობაში რა სიახლეები გელოდებათ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? ეს იქნება ჩემი დამხმარე დასტა ყველა სფეროში შესაშლელად. მე აქ ძალიან გულნატკენია ადამიანი. თითქოს რაღაც დიდი ხნის გაჩერების შემდეგ, თითქოს რაღაც ემოციებში შეხვედით და აქ აი როგორ თქვა, თითქოს რაღაცა განაახლეთ. ეს არის ოთაშორის დიდი ხნის შეიძლება რაღაცა პაუზა იყო ურთიერთობაში და განაახლეთ, ან რაღაცა ნაბიჯი გადადგით ამ საკითხთან მიმართებაში. და აქ გეტყინათ ძალიან გული და ეხლა ფიქრობთ, რომ რაიმე შანსი მაქვს კიდე მე რო გავაკეთო სამომავლოდ? ან ხართ დიდხნიან პაუზაში, ძალიან გტკივათ გული, გინდათ რომ ნაბიჯი გადადგათ, გინდათ რომ ნაბიჯი გადადგათ და გეგმებიც გაქვთ, როგორ იქნება თქვენი მომავალი ამ ურთიერთობაში, როგორი აყვავებული ლამაზი და ასე შემდეგ. თითქოს ოცნებებში გაქვთ ეს ყველაფერი, მაგრამ ფიქრობთ, რომ ღირს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა. თუ იცანით თქვენი თავი, დარჩით გაშლაზე და ვნახოთ, როგორ იქნება მომავალი ერთი კვირის ენერგიები თქვენთვის. ვაუ.
აქ ტრანსფორმაცია მთავრდება და გამოდიხართ მტკივნეული ფიქრებიდან, მტკივნეული სიტუაციიდან, შიშებიდან. სადღაც აი აღარ ცოტა ეჭვი გექნებათ, რომ ვიცი, აბა ეს ის არის, არ უნდა მეშინოთ, ეს შეიძლება შიშით, მაგრამ მაინც რაღაცა გაყვებით ამ ცვლილებას, ახალ მდგომარეობას თქვენი ცხოვრებისას, რომელიც გელოდებათ. აქ ტრანსფორმაცია მთავრდება. აქ ხო გეუბნებით, აქ არის განახლება, აქ მოულოდნელად აი შეიძლება არ ცელოდებით, უბრალოდ აქ ფიქრობთ და შეიძლება გრძნობთ ინტუიციურად, რომ ეს ადამიანი გამოჩნდება, მაგრამ აი უცბად ამ ადამიანს მოუვა იმპულსი და რაღაცას მოსინჯავს თქვენთან დაკავშირებით, აი თითქოს კი, უეჭველი გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე. ოღონდ რაღაცნაირად მოულოდნელი იქნება თქვენთვის ეს გამოსვლა, ის უბრალოდ მაგიტოა, რომ ტრანსფორმაცია მთავრდება, ეხლა დაბნელების დერეფანიც და მთავრდა და ცვლილებები აბსოლუტურად მოსალოდნელია და აგერ კი მოვიდა კიდევაც ეგრევე ცვლილება. აქ დიდხნიანი პაუზა, დიდხნიანი გაჩერება მთავრდება. აქ კაცი ნახე როგორ სიტუაცია მომავალი კვირის ენერგიები იქნება. აქ კაცი ბევრს ფიქრობდა, მსჯელობდა, რომ ღირდა თუ არა თქვენთან გამოსვლა ამდენი ხნის გაჩერებული სიტუაციის შემდეგ, მაგრამ მაინც გაბედავს და გარისკავს და გამოვა იმაზე, რა ქვია, კომუნიკაციაზე. საბუთებთან დაკავშირებით რა ხდება? მოკლედ, თქვენ გააკეთეთ რაღაცა იმისთვის, რომ რაღაცა ცვლილება მოხდეს. ეხლა გახართ და ელოდებით, ანუ რაღაცა ბედს ხართ მინდობილი, როგორც ასეთი, რა გადაწყდება თქვენ მაქსიმალურად, აი ყველაფერი როგორც შეიძლება და სწორად გაგეკეთებინათ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაკეთებული გაქვთ. უბრალოდ ეხლა მთელი მოთმინებით რაღაცას ელოდებით. ვნახოთ აი რასაც ელოდებით, რა მოხდება. დიდი ხნის ლოდინია შეიძლება, აი ქმედება გაკეთებული გქონდათ და ელოდებოდით. სხვათა შორის აქ აი რაღაცა წასვლას, რაღაცა გადასვლას, რაღაცას თუ უკავშირდებოდა იმ მოძრაობას, ხო, გამოსვლას, ამსთან გამოდიხართ, აქ დადებითი პოზიციაში მყავს საბუთებთან დაკავშირებული. კი. ოჯახს თუ ეხებოდა, ხო? კი, საზღვარგარეთს ეხებოდა, ფინანსებს ეხებოდა. აქ ჩემოკარგებო. რასაც ელოდებოდით და ფიქრობდით, რომ რა ვიცი, შორეულ პერსპექტივაში იყურებოდით და აი რა ვიცი, მე კი ყველაფერი გავაკეთე, შეიძლება იმედიც აღარ გქონდათ აქ. აქ საბუთს ვინც ელოდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, გეტყვით იმას, რომ მიიღებთ რაღაცა საბუთის დოკუმენტების საკითხი გადაწყდება დადებითად, რაღაც სამყაროს სამართლიანობა დააბალანსებს ამ სიტუაციას. გამოდიხართ გაჩერებული სიტუაციიდან და გადადიხართ რაღაცა ახალ ეტაპზე. მე აქ რა მაგარი არკანებია.
სამსახურში რა სიახლეები იქნება, თუ მოლოდინის რეჟიმში იყავით, რაღაცა რა იქნებოდა, როგორ დატრიალდებოდა სიტუაცია და ასე შემდეგ, აქ გეტყვით იმას, რომ თქვენ რასაც ელოდებოდით სამსახურეობრივ სფეროში, მიიღებთ იმას. აქ ვინც სამსახურშია, ჩემო ძვირფასებო, აი რაღაცნაირად, მოიცა ერთი ეს უნდა ჩავშალო აქ რას გულისხმობენ. განახლება არის, იცი, თქვენ რაღაცა ძველ პოზიციებს აქ როგორ ჩანს შეიძლება რაღაცა პოზიციაც გეკავათ სამსახურში, მაღალი პოზიცია და თქვენზე იყო რაღაცა დამოკიდებული. აქ რაღაცაში გაერკვევით, კი ბატონო, რაღაცას გაერკვევით, რაღაცას გამოიკვლევთ, აი რაღაცას გაიგებთ აქ ისეც, რომელიც გამოგაფხიზლებს და ეს სიტუაცია ამ სიტუაციის წყალობით შეიცვლება თქვენ და სასიკეთოდ მდგომარეობა. რაღაცა ახალი ნახტომია, რომელიც თქვენ კი, აი იდეალური სიტუაცია. გადაწყვეტილება რაღაც, თქვენ რაღაცას იმას იზავთ. გაიგებთ აქ სამსახურთან დაკავშირებით, თითქოს რასაც ყურადღებას არ აქცევდით მანამდე. წინსვლა არის უდიდესი. ყოველ შემთხვევაში სამსახურის სფეროში თუ რაღაცაზე აი გულნაყენი იყავით, რაღაცას ფიქრობდით, რაღაცის იმას რა ქვია, რაღაცა დიდი ხანი იყო გაჩერებული და ვერ იგებდით რა გაგეკეთებინათ, როგორც ადრე იქცეოდით, ისე მოქცეულიყავით და თუ ახალი ქმედება გაგეკეთებინათ, აი აქ იქნება ის რაღაცა ინსაიტი, რომელიც თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ სწორად წაიყვანოთ ის სიტუაცია, რომელშიც იყავით აი ამ ფიქრებში და რა გავაკეთოს მდგომარეობაში. ფინანსებში როგორი კვირა გელოდებათ, აქ ბევრი სამუშაო გექნებათ თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, კი ბატონო, კი, ბევრი სამუშაო გექნებათ, ფინანსების შემოსავალი იდეალური იქნება, სადაც შეძლებთ გადადოთ ფინანსებიც, მაგრამ სამუშაოც ძალიან ბევრი გექნებათ, საიდანაც შემოგივათ ფინანსები. აქ შეიძლება გქონდათ გასავალი, რამაც ემოციურად ცოტა დაგაზიანათ, როგორც ასეთი, მაგრამ აქ მოერევით თქვენს თავს. აქ კი ფულის გადადებასაც შეძლებთ, აქ ვიღაცა თუ სამოგზაურო, კი, აქ ბედის ბორბალი თქვენსკენ დატრიალდება. აქ თქვენ ვიღაცა ცოდნას გასცემთ, ახალი კლიენტები, არჩევანი თქვენზე, სრული ბალანსი გაქვთ, ჩემო კარგებო. თითქოს აი შეიძლება მანამდე იყო რაღაცა დისბალანსური სიტუაცია, სადაც ენერგო მდგომარეობა თქვენი ირღვეოდა. აქ როგორ ჩანს თქვენსა და მეორე სიტუაციას შორის აკეთებთ სრულ დაბალანსებას და აქ რაღაცა შეცვალეთ თქვენ სიტუაცია და აღარ უშვებდით ისეთ სიტუაციებს, რომელიც იწვევდა დისბალანსს და თქვენს ენერგო გამოფიტვას, როგორც ასეთი, რაც იწვევდა მერე სიტუაციის შეჩერებას. აქ იპოვეთ რაღაცა გამოსავალი, დაამყარეთ ბალანსი და აქედან გამომდინარე ფინანსებიც იდეალურად შემოგივათ. თუ იყო გაჩერება თქვენს ფინანსურ არხში, გეტყვით, რომ თუ ყველაფერს სწორად აკეთებდით და უბრალოდ იყო გაჩერება ფინანსურ სფეროში, ეს ხდებოდა მაღალ ვიბრაციებში გადალაგება, გადაწყობა და ახალ მდგომარეობაში დასტაბილურება თქვენი ენერგო ბალანსის ფონზე, რასაც ამ პერიოდებში აკეთებდით და ეხლა უკვე იწყებს შემოდინებას თქვენი საქმიანობიდან ფინანსები, თქვენი ცოდნიდან. პირად პარტნიორულ ურთიერთობაში საკმაოდ ბევრი გადადება შეძლებთ, რა გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობაში. გაჩერებული სიტუაცია, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად გქონდათ, თითქოს აქედან გამოდიხართ, ჩემო ძვირფასებო, რაზეც ბრაზდებოდით სხვათა შორის. აქ შეიძლება რაღაცა ქმედება გააკეთა ქალბატონმა და მე ამ ქმედებასთან მიმართებაში ფიქრობდა და არაფერი ცვლილება არ იყო. ამიტომ ცოტა კრიზისში იყავით მიწიერ დონეზე ამ სიყვარულთან დაკავშირებით და ცოტა ცივ პოზიციებში იყავით თქვენ არჩევანთან მიმართებაში. მაგრამ
თქვენ მაქსიმალურად სტაბილურად იჭერდით თავს, მიუხედავად იმისა, აქ რაღაცას გაიგებთ, რაც გამოგიყვანთ ეჭვებიდან და რაღაცა წერტილს დაგასმევინებთ იმ სიტუაციაზე, რასთან მიმართებაშიც ეჭვობდით, ესია, ისია, რაღაცა ტყუილად ხო არ ფიქრობ ასე და ასე შემდეგ. აი ამ სიტუაციებიდან გამოდიხართ და რას იგებს? მამაკაცის სიყვარულს, რომელიც მალავდა და რაღაცას ელოდებოდა ეს კაცი, რომელიც მალავდა. რომ თქვენზე სერიოზულად ფიქრობდა. ელოდებოდა, რომ ეს მტკივნეული ემოციები თქვენ მაგალითად იცოდა ეთყობა, რომ თქვენ მოგწონდათ თუ გიყვარდათ და ფიქრობდა, რომ ისა რა ქვია, ვერ გაუძლებს სულიერ ტკივილსო და მაინც რაღაცნაირად ცოტა შეიძლება გეუხეშათ როგორც ასეთი და მაინც თქვენგან ელოდებოდა მოსამართლობის გარკვევას, მაგრამ აქ თქვენ არ გააკეთეთ ეს, გაჩერდით და ეს უკვე ჩავარდა ფიქრებში, რა ხდება ეს კაცი. რატო არ მოქმედებს? აქ გეუბნებით, ვიღაცას თუ ეშინოდა, რომ კარმული ურთიერთობა დასრულებულია, პირდაპირ გეუბნებით და ახალ გზაზე გადიხართ. კი, დასრულებულია და ახალ გზაზე გადიხართ. რომელსაც უზრუნველყოფს მამაკაცის მოულოდნელი ქმედება, იმიტომ რომ აი თქვენ იმდენად სავსე ხართ, რომ ამ ადამიანისთვის იწვევთ უზრუნվել რაღაცა მომავლის მდგომარეობას, რაღაცნაირად ესეთი ინფორმაცია მოდის. და ეს კაცი ამბობს, გადაწყვეტავს, რომ მე ვიბრძოლებ ამ ქალისთვის. ვიბრძოლებ, ეხლა ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ ანუ ღირს ნამდვილად ამ ქალისთვის რაღაცის გაკეთება რა. გადმოდგავს კი ეს ადამიანი ნაბიჯს, ეს სიჩუმე მთავრდება და ეს დარდები და ისენი კი, აქ კარგი პერიოდი გეწყებათ. უკვე დანარჩენ დეტალებს შემდეგ გაშრებში ვნახავთ, ხო? მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აქ იყო რაღაცა ქალისგან ქმედება, მერე შეჩერება და აქ უკვე მამაკაცი გამოდის ქმედებაზე, ჩემო კარგებო, აი აქაც იყო. გამოდის კომუნიკაციაზე და ქმედებაზე. მთავარი მოვლენა სამყაროსგან, რომლის სფეროში იქნება, რა თქმა უნდა, სიყვარულში, სიჩუმეში. სიყვარული, კომუნიკაცია, მანძილი, რომელიც იყო დასრულება და არჩევანი თქვენზე. არჩევანი როგორ, აი მაღალი ძალების მხრიდან. რაღაცა ერთი დიდი ციკლის დასრულება, სამართლებრივად, სამყაროს სამართლიანობის კანონმდებლობის მიხედვით იწყება ამ სიყვარულში ახალი ეტაპი და სრული ჰარმონია. კი ბატონო, სიმშვიდე ემოციებში, რასაც მე თქვენ გისურვებთ, დაიჭირეთ და მთელი კვირა ამ ენერგიებში ყოფნას გისურვებთ ძვირფასო ქალბატონებო და არა მხოლოდ ქალბატონებო. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე გიგზავნით, სიყვარულს გიტოვებთ არხზე, პოზიტივს და გისურვებთ მზეს თქვენ სულში.